დაბრუნდით ჩვენ მეოთხე ბლოკში და ძალიან მიხარები, მე ძალიან ველოდებოდი ამ ბლოკს, იმიტომ რომ მერაბი როგორც ჩვენ ვეძახი და ასე მეძახია მეგობრები, ასე გითხრა თვითონ დუკა. ახლა აიღებს სადავეებს თავის ხელში, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ ამ თემაზე ლაპარაკი, როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, განათლება უნდა მივიღოთ ჩვენ მაყურებელმა და ალბათ ყველამ ერთად. და დაიწყა ამ განათლების მოცემა, მაგრამ იწყება ყველაფერი პრობლემით. გადაადგილება. მილიონი პრობლემაა გამოსასწორებელი, მაგრამ გადაადგილება არის ალბათ პირველი და სასიცოცხლოდ აუცილებელი. ჩვენ საუბრობდით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, ტრანსპორტზე აღარ არის საუბარი და ეხა ისეთი რელიგიური დღესასწაულები მიეწყო ერთმანეთს, აღმოჩნდა, რომ ეკლესიებთან აი თქვათ რაღაცა ერთი დღე ასე კი არა, მაგრამ აი რამდენიმე გამორჩეული შემთხვევა, რომელიც გახსენდება. აი მაგალითად მე ჩემს თავზე ავიღებ მაგალითს. რაღაც საქმის გაკეთება გინდა თქვათ, არ გინდა სახში იჯდე. კარგი, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერს თქვათ გადაახტი, გადალახე და გამოხვედი გარეთ. სახლიდან გარეთ. ჯერ ის ბარიერი იყო, უნდა გამოსულიყავი გარეთ და გამოხვედი. შემდგომ თქვათ რაღაცის ნიჭი გაქვს. ბევრი ვიცი რომ ქრომჭედლები იყვნენ, ბევრი ვიცი რომ თქვათ სადღაც მუშაობდნენ. ანუ სახში მაინც და მაინც იმ საქმეს ვერ გააკეთებდნენ, უნდა გამოსულიყო და დანიშნულების ადგილამდე უნდა მისულიყო. ძალიან ბევრი ვიცი რომ ეტლით მიდიოდა და რაღაცა სასწაულო რაღაცებს აკეთებდნენ იმხელა მანძილზე, სადაც თქვათ გზაზეც ვერ გადახვალ წესიურად რომ მაინც არ გიცნობენ. ჩადით დავიწყოთ. სახლიდან გამოსვლა ჩავს. კი, მაგას ამბეს თქვათ ეს რაღაცა თქვათ ქენი ვიღაცა თქვათ შეაწუხე და შესაბამისად ჩაგიყვანეს, მაგრამ როგორც ნინომ თქვა, არ არის ტრანსპორტი, უპირველესი, შენი ნიჭი მიიტანო, სადაც რეალიზება იქნება ამ ყველაფრის და შესაბამისად მე უკვე არ არის დაწესებულებები, შეიძლება მიხვიდე იქამდე კარგის ტრანსპორტი იყოს, მაგრამ იქამდე მიხვიდე და ისევე ბოდიში ამ სიტყვაზე და ვიღაცის სათრევი გახდე. მე არ მინდა ვიღაცამ მატაროს, მე არ მინდა ვიღაცამ ამწიოს და ამწიოს, ხო ხდე? მაინც იმაზე არის მე როგორც ჩემი მეგობარი იყო და რომ დამოუკიდებელი გინდა იყო, მეც მინდა დამოუკიდებელი ვიყო და შესაბამისად ანუ გავთანაბრდეთ, ვიყოთ თანაბრები ყველა საქმეში და ამავე დროს არ მინდა ვიღაცა უკან მაწვებოდეს. როცა მე თვითონაც შემეძლია. დუკა, მოდი აი მივყვეთ ესე ქრონოლოგიურად. ქვეყანა, სახელმწიფო, პრეტენზია გვაქვს მთავრობა, ყავს მთავრობა, ოპოზიცია, რაღაცები ხდება, მოვლენები კულტურულ ცხოვრებაში, ოსკარზე, მოკრესიაში. აი თითქოს ვარსებობთ, მაგრამ სინამდვილეში თითქოს წინ მივდივართ, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თვითონ ამ ორ სიტყვათა შეთანხმებაში დევს უკვე ის ნონსენსი. საზოგადოების ნაწილად თუ არ გიქოს შენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ არ არის მორგებული შენზე, უკვე იცი რა, აღარც ოსკარზე მინდა წარდგენა და მართლა გეუბნები. აღარც კარგი ნათარგმნი წიგნი არ მინდა, აღარ მიხარია, როდესაც ჩემი მეგობარი მერაბი მაგალითად ვერ ადის ტრანსპორტში იმისათვის არაერთხელ იყო საუბარი მე როგორც მახსოვს, თქვათ იგივე მერიის მხრიდან თუ სხვა სტრუქტურების მხრიდან, რომ მომხდარ იყო შეძენა ამ ადაპტირებული ავტობუსების, თქვათ, მე როგორც ვიცი, რაღაც იყო ინიციატივების, მაგრამ საბოლოოდ რატო ვერ ხდება? ავტობუსიც კი არის საჭირო. აღარ მახსოვს ქვეყანას, უბრალოდ აღთოვანებული ვიყავი, იმდენად კომფორტული იყო, აი ტროტუარის სიმაღლეზე იყო ავტობუსის კაი სადაც ჩერდება იქიდან ეს პირდაპირ, აი არც გიჩვენე. თუნდაც საბავშვო, აი ძალიან ანუ არის ისეთი ავტობუსები, ჩვეულებრივი, სადაც თქვათ კიდევ ერთხელ ვიტყვით, სუდათ ნუ გამიგებს, იმიტომ რომ პირველი ეთერის შემდგომ ძალიან ბევრმა შეშმო პირმა თქვათ იქ მომწერა, დარეკეს კიდევაც და მადლობა გადაიხადეს, რომ აი საუბრობთ ამ თემაზე და საერთოდ გამოჩდიო. ანუ მაგალითად ვიყავი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბერლინში ვნახე პირველად ეგეთი რაღაცა, როცა ანუ ხო, ოდნავ მოდის ისედაც ქართულად არ ვიცი დაბალპასატკიანი როგორ არის უკაც რა, დაბალწევალი დგომით რაღაც რომ მოდის ბარდიულთან, ის ოდნავ წვება და შესაბამისად ხო, თან რა კულტურა არის წარმოიდგინე. დგება ძღოლი, ყველა დგას წინ, არავინ არ გიშლის შენაკ ხელს და არავინ თავზე არ გახტება, პატივს ცემენ, ყველა დგას წინ და ყველა აესე არ გიყურებს
ყველას აქვს თავისი საქმე, მოდის მძღოლი, იღება კარი, გადმოაქვს პანდუსი და რაც მთავარი არის, ეგ გეკითხება, გინდა დახმარება თუ არა. ხელს არავინ არ კიდევს. ხო, არ გეტაკება. აი, ხო ხდებით, რამ ხელ ყველა თითოეულ დეტალში არის. ანუ ესეც გამაღიზიანებელია. ხო, თითქოს მომდაბლებული დაგეხმარონ ცოტა 3-4 დღის წინ, კი, გეთანხმები 3-4 დღის წინ ვიყავი, აქვე ვიყავი დაზღვევაზე, გამკვლევებით ჩავიტარე და რო წამოვედი, ანუ ვაჟას 14-ში 40-ში ვიყავი ნომერში და წამოვედი კანდელზე ჩამოვისეირნე ჩემი ახალიანით. არ იყო პრობლემა, ну რაღაც გამოვისეირნე სიმღერით ნახე მეგობარი, თქვათ, ოჯახი, მოვიკითხე და იქიდანაც ჩამოვგორდი ჩემთვის და უკვე ცოტა რა არ იყოს, რომ შემცივ და მე ის წინ ზუსტად გავჩერდი, მეთქი ტაქს გავაჩერებ თქო და აი ესე ვდგევარ ზურგი და ხელი დავინახე, რომ ვიღაცამ გადმომაწოდა ეს ხურდები და ჩაყარა უნდა და ანუ რო შევხედე, მეთქი რას კადრლობთ მეთქი რა, არ მჭირდება თქო და აი მე ისეთი ბოდიშები იხა და ლამის მუხლებზე დადგა. ბიჭო, სანამ ბოდიშს მოიხდი, მანამდე ხო უნდა დაფიქრდე, ხელი ხო არ მაქვს გაწვდილი. ანუ ჩვენი პრობლემა ეს არის, საერთო ჯამში ამის თქმა მინდა, რომ არ ვუკვირდებით, არ გვინდა რომ დაუკვირდეთ. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ახსენეთ, იგივე სახელმწიფოც ხო არის ტენდერები, თქვათ 100 ავტობუსი. იმასთან უნდა იყოს 20 ადაპტირებული. ან იყოს 20-ვე ადაპტირებული, სადაც ყველა თანამედროვე, მოდი ესე ვთქვათ და ცივილიზირებულ ქვეყანაში არის ავტობუსები, სადაც უკაცრავად კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჯამთელებიც არიან და თქვათ ეტლით მოსარგებლები თუ არა, ანუ შეშემოწმებული. იცი რა? ასეთ ავტობუსებში ხო მიანი ბავშვების ეგ უნდა მეთქვა. ორი განკუთვნილი ადგილია შუაში. მოხუცი ადამიანები ჯოხებით აი დიმიტრისნაირები რომელსაც ქალბატონის პრობლემა აქვს და გუშინ მოვიდა და გთხოვეს რომ ბევრს ხავს რა კარგია რომ ბევრს ხავს პატარა ბავშვი ზოგ ძიძაღავს ვერ აყავთ ელექტამდე იმიტომ რომ ბევრი კიბეა და გთხოვეს რომ გავაკეთოთ რა რაღაცა რომ ავაგოროთ ეს აქ არ არსებობს ჯგუფი რომელიც გააკონტროლებს რას ყველაზე მნიშვნელოვანს აკეთებენ პანდუსებს ვითომ პანდუსებს და არის მე ხლა მთასვლელი არა ვარ უკაცრავად კაი კონკრეტული ვარ მაგრამ აი რაღაცა თავისი სტანდარტია რა თქმა უნდა საჩვენებლად პანდუსი ნიშნავს იმას რომ მე დამოუკიდებლად ავიდე და არა ისევე ვიღაცა მომაწვეს და ის იმანაც ვერ ამეყოლებს რა თქმა უნდა იყო ეგეთი რა თქმა უნდა იყო ეგეთი მომენტი როცა და ჯიპებიც არ უნდა იყოს შეყენებული ის ადგილებში თქვა სადაც ვერ გაივლი. მე უყურებ ეხლა და შემცინდა მართლა, იმიტომ რომ ეს ორ ამბავს გიყურებია. ესე იგი, ამას წინათ მივედი პატრულის თანამშრომელთან დაახლოებით 2 დღის წინ იყო თუ არა ვცდები და ეს რაღაც ვეუბნები რუსთაველზე. ვეუბნები რომ ტაქსი მეთქი დგას მანქანა ხო ხედავთ მეთქი სადაც მე უნდა გავიარო დგას. რატო არ აჯარიმებ მეთქი? აი ეხლა მალეო კანონს მიიღებენო ხდებით ასე კანონს მიიღებენ რომ აიო დავაჯარიმოთ და მაგათ მე ბიჭო მე რატო უნდა დააჯარიმო შენი საქმე აქვს მე მაგ და მე იცი რა უთხარით ნუ აი რა ვქნაო მაშინ მეთქი მე როცა გავალ გზაზე შენ უკან მეთქი ნუღარ გამომყვები და რუპორში ნუღარ მეტყვირო სახიფათო მომენტს ქმნი ხო როგორია რა ეხლა იმიტომ რომ ჩემთვისაც არა სასურველი მე ახლა გზაზე დავდიოდე სადაც ჩემთვის განკუთვნილი ადგილია მაგრამ ნუ აი ესეთ პასუხი გამწეს მე ისე გამოვაკითხო ის რო არის გაკეთებული ის არ ნიშნავს უკვე იმას რომ იქ არ უნდა დადგეს ძიმა სიუჟეტი გვაქვს ხო რაღაც მინდა ვთქვა უბრალოდ კიდევ ერთხელ გარდა ლაპარაკისა ვიზუალურად ნახვა ხო იმ ყველაფრის აბარებებს გადავახოვწევთ ეტლით მოსარგებლებს ჩვენ ნახავთ 16 წლის ნინო აბელაშვილის მაგალითს ყოველ დილას მემზადები სკოლაში წამოსასვლელად და როდესაც მახსენდება რომ მესამედან პირველ სართულზე მაქვს გასავლელი ძალიან დიდი ძალისხმევა ასე ვთქვათ მჭირდება რომ ჩამოვიდე სახლიდან სკოლამდე მანძილი არც თუ ისე შორია, როგორც ვთქვათ, სხვა ბავშვები
იგივე კლასშიც დადიან თქვათ ვარკეთილიდან, ასე შემდეგი სხვადასხვა უბნებიდან. მე ამ ხრივად ძალიან გამიმართლა, რომ არ არის ძალიან შორს ჩემი სკოლა და არ მიწევს თქვათ ტრანსპორტით სიარული. დაიბადა საბშობიარო ტრამვით. როგორც გაირკვა შემდგომ დიაგნოზით ცერებრული დამბლა. ის ახლა არის 16 წლის. მე ვფიქრობდი, რომ ის მისთვის ადაპტირება საზოგადოებაში აუცილებელი იყო და ამის გამო თავიდანვე მივიყვანე საჯარო სკოლაში პირველი კლასიდანვე, ის ახლა მე-10 კლასშია უკვე. პირველი კლასიდან ძალიან მეგობრულად შემოხვდნენ, ძალიან ასე ვთქვათ, თბილად. არ უგრძნობინებიათ, რომ მე ვთქვათ, რაღაც მომენტში განსხვავებული ვარ წყალებში. მათ მიმიღეს როგორც ჩვეულებრივი, მათი თანატოლი ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, აგერ მე-10 კლასამდე ერთად ვართ და ყველაფერში მეხმარებიან შეძლების დაგვარად, რაშიც შეუძლიათ, რა უნდა დამჭირდეს და ვთხოვო, რომ არ შემისრულონ. დაგვემატა ჩვენ ახალი საგანი, კომპიუტერი, რომელიც კომპიუტერების ოთახი არის მეორე სართულზე და ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თქვათ მეორე სართულზე ჩემი ეტლიანად ხელით აუყვანებად ბიჭებს. ეს არ შეიძლება დაუკარგო ბავშვებს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, არაჩვეულებრივი. არ არსებობს რაიმე ღონისძიება დავგეგმოთ, რომ დაუშვათ ნინო იმ ღონისძიებაზე არ იყოს. და თუნდაც ექსკურსიაზე წასვლის დროს მე გითხარით აღნიშნეთ წევანაც თუ ისეთი რთული მისასვლელია და იქ დაუშვათ ნინო ვერავა, იმ ექსკურსიაზე ბავშვები უარს ამბობენ. და იცით რა, თვითონ ამ ბავშვების გაკეთილშობილებაზეც მოქმედებს ეს ყველაფერი. გადაადგილებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ძალიან ბევრი დაბრკოლება, მაგალითად ის, რომ ყველგან არ არის პანდუსი. სახლიდან სკოლამდე გზაზე მაინც ასე თუ ისე ნაკლებად ხვდები, მაგრამ ქალაქში როცა მიწევს გასვლა, არ არის ყველგან პანდუსი, ვერ მივდივარ ყველგან, ამ ინფრასტრუქტურის მოუწყებლობის გამო. ასე ვთქვათ, ვერ მივდივარ კინოში, თეატრში. ერთადერთი კინო საქართველო ვიცი მე პირადად, რომელიც არის ადაპტირებული. ასევე წეღან რომ გამოვიარეთ ეკლესია. ძალიან მინდა ხოლმე ზოგჯერ შევიდე, მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი კიბეებია. ჩემთვის ბევრი, თორემ ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც თუ ისე ბევრი. ხიდებზე გადასვლისგან ხო საერთოდ სამი უნდა შეიკავოს. არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, არამედ პატარა ბავშვებმაც, რომლებსაც ეტლით ასე ირნებენ. იმიტომ რომ ისი არის აგებული და კონსტრუქცია ისეთია, რომ შეიძლება კარგ შემთხვევაში ხელი დაიზიანოთ, ან ფეხი ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ეს რეალობაა და უნდა ითქვას ყველაფერი ამის შესახებ. სასურველია, რომ მანქანები არ იყოს პანდუსებზე გაჩერებული. გაჩერებული იქ, სადაც ადაპტირებული არის გარემო მეტნაკლებად და ხელოვნურად არ გვეზღუდებოდეს ის უფლება, რომ ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენს გვაქვს უფლება დამოუკიდებლად გადაადგილებისა. ახლახანს გავიკეთე ხერხემლის ოპერაცია და ჩემი ხერხემლისთვის არ შეიძლება ბევრი ძალიან დიდი დატვირთვა. ეს ეტლები არის ძალიან მძიმე, შემოდის ისეთი ეტლები, რომლებიც უფრო იაფია ვთქვათ და მიჭირს ამ ეტლის ჩემით ტარება. ვიღაცა აუცილებლად გჭირდება დამხმარე, რომ თქვათ მომიყვანოს სკოლაში, მერე ისევ წამიყვანოს. ჩვენი ძირითადი გადაადგილების საშუალება არის ტაქსი.
ყოველთვის ტაქსის ფული არ გვაქვს. ჩვენთვის მუნიციპალური ტრანსპორტის სარგებლობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი. უკანასკამები უნდა ამოიღო, რომ დადგეს ეტლიანი პლატფორმასავით უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთი ადაპტირებული, ანუ პანდუსიანი ტრანსპორტი უნდა იყოს შემოყვანილი. და ჯერჯერობით რახან ესენი არ არის. ამიტომაც გვიჭირს ძალიან. თითქმის ყოველ ნაბიჯზე პრობლემა გვაქვს. გვიწევს სახლში დარჩენა იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ დანიშნულების ადგილამდე მიღწევას და თუ მივახციეთ კიდე რაღაცნაირად თვითონ შენობაში შესვლას. იმიტომ რომ ენრაოდენობის კიბეებია, ვთქვათ, ასასვლელი. სუჟეტის სრულობის დროს დარეკეს კინოთეატრ ამირანიდან და რუსთაველიდან და თქვენს რომ ჩვენთან არისო პანდუსები მობრძანდით, ყველაფერი მოწესრიგებულია. ასეა? კი, კარგია რომ გვიყურებენ და ამ პრობლემასაც მოусმინეს. კი, ამირანში არის მაგის საშუალება რომ ავიდე, მე სულ მან დავდივარ, სულ ცოტა. იმიტომ რომ კარგი სწორი პანდუსია. სწორი პანდუსები არის. ნუ ახლა იქ ელექტროპანდუსიც არის, პატარა ლიფტი, სადაც შეგიძლია კიბებიდანაც ახვიდე. ანუ მოწყობილია ყველანაირად კარგად და ამავე დროს უკნიდანაც აიდან უკვე ფილმს თქვათ შეხედავთ. მაგრამ იქიდანაც შეგიძლია ახვიდე პრობლემა არის. მე არ დავკვირვებარ, ეხლა სულ იქა ვარ, მაგრამ არ დავკვირვებარ. სპორტის სასახლეში, თქვათ, ეროვნულ სტადიონზე, ლოკომოტივზე. ამდენ ლახვარს ნუ მასობ რა. არ არის? ნუ მასობ ამდენ ლახვარს არ არის. სპორტის სასახლეში არ არის, არანაირად ადაპტირებული არ არის. დინამოზე ვითომ არის განკუთვნილი არის ადგილები, მაგრამ იქამდე როგორ უნდა ახვიდე, იცი როგორი რაღაცა არის, რაღაცა. ნუ შენ ახლა რეალურად იცი. სასწაული. ხო და იმიტომაც გარეთ რომ გევართ ხოლმე, სულ მაგის პრობლემა მაქვს, რომ ადი როგორ ავიდე. აუცილებლად, ვერავინ. ერთი რამე მინდა თქვა, როგორც ლოკომოტივზე არის. არის? კი, გათვალისწინებელია. ირკვევა, ძალიან ბევრი ბარიერი აქვს მერაბსაც და ყველა ეტლის მოსარგებლობასაც, თუმცა არსებობს ერთი რამ, რასაც არანაირი ბარიერი, არანაირი საზღვარი და არანაირი დაბრკოლება არ შეიძლება შექმნას, ეს არის სიყვარული. მერაბ, ეხლა გოგოების წერილი წავა. აშია საქმე. პამ, გთხოვთ ყველას გაიცნოთ. გაიცნოთ მერაბის სარძლო. დაბდებით. შენ თვითონ წარმოგვიდგინე. გაგვაცანე. ხო, ეს მშვენიერი არსება და მის გოგაშვილი იმედია მალე არის ჩემი საცოლე, არის უკრაინიდან, კერძოდ ლუცკიდან. ნატაშა ნატალოჩკან და ნატალოჩკან. ეს მოფერებით არის. წინა კვირის გზავნილი, რომელიც გავუშვი ტელეეთერიდან, რომელიც რა მაგრად თქვითიკო. იქა ხედავ ჩამოვიდა. შეხედე, აი ისეთი гзавнили იყო, რომ გულმა არ მოუთმინა და ჩამოვიდა. Вы смотрели нашу прошлую передачу, где он все время о вас рассказывал? Да, я видела. Правда, я по-грузински пока не знаю, поняла только одну фразу. То, что по-украински говорит. То, что по-украински. Самая главная фраза была, по-моему, это. Но знаете, что украинские девушки, когда становятся грузинскими женами, очень легко учатся грузинскому языку. Я уже начала. Уже начала? კი, სხვათა შორის არანაირი არა აქ თქვათ როგორ ვთქვა სურვილი აქ პრობლემა არა პრობლემას არ ენაზე თქვი ხო დაიბნა ნახე ხო რაც არის ანუ მიდრეკილება აქ რომელია რაღაც ჩაწერილი აქ რომელსაც უსმენს ან გამოთქმის წეგან რომ მოვდიოდით აქეთკენ მანქანით რომ მოვდიოდით სანამ მოვიდოდით თქვენამდე ჩემოლამაზებო მანამდე წაიგო ბიბლიოთეკა თუ გავიხედე დიდი ასოები წერია ბიბლიოთეკა ქართულად ანუ рисовать буквы начала. Вы сразу а грузинские блюда какие-нибудь пробовали или любимые? Рано пробовала. დღეს უნდა ვაჭამო აჭარული ხაჭაპური ბავშვი
ხიკალი პრობლემია. შენი განცდები ზარუსვილი? ამოში. ელა. სულ გამოცილი ალბათ. მოიცადა. იცი რა, ისტორია მოყევით ამათ, იმას მე რო არ ვიცი. Рассказывай знакомились. Расскажи, как ты с ней познакомилась. Я фотографию видела в соцсетях. В Фейсбуке. Вот, да. Нет, в ВКонтактах. Вот. Несколько дней смотрела и решила написать. Первое, да, его увидели и обнаружили нашего мальчика? Вот, смотрела несколько дней и написала, какой же вы красивый. А он в ответ? Он мне ответил спасибо. И все? რაღაცა ძალიან ქართულად ხარ მოიქეცი. იცი რა იყო მანამდე, ანუ იყო ეგეთი რამ. ეს მაგაცმა შემიქნა ეს საიტი და ნუ აი ტვინი გაბურღა რომ მიდი, შედი, ნუ არ მინდა მეთქი რა, ერთიოჯერ რომ შევედი, არ მომეწონა. ხო და ესეთი ვარიანტი იყო რომ ანუ სიმღერები სახში ვარჯიშობდი ხოლმე და ნუ სიმღერის გულით რომ შევდიოდი რაღაც სხვადასხვა პორტალებს ყრიდა და თქვა სადაც შეგიძლია შენ მოусმინო ბლაბლაბლა. ხო და გაწყობდა. და რაღაც განწყობას ვიქნიდი, ჩავრთავდი და რაღაც და ახლა არ მინდა თავი შევიქო, მაგრამ ძალიან ბევრმა მომწერა გესმით და ძალიან ისეთები იყვნენ და რაღაცა რომ აი როგორ ახარ ავშვები რაღაცა ძალიან და თითქმის კი აქტიურები საკმაოდ და თითქმის ყველას ერთი ადამიანის გარდა ისიც უბრალოდ საქართველოზე შემეკითხა და პასუხი გავეცი. არავის არ გავეცი პასუხი რატომღაც იმის თქმა არ მინდა რომ მე თავი დავიფასე უბრალოდ ნუ აი რატომღაც ნუ არ გამიცია პასუხი და მოკლედ მიდი ნატაშა იმასაც არ ვამბობ რომ მეთქე გულმა მიგზნდა რაღაცა მაგრამ ნუ მოცა მომწერა ხო გავეცი პასუხი მე ისე ჩამოყალიბდა რომ მარტო მიმოწერა ქონდა და ეს მიმოწერა იყო ულამაზესი ყველაზე კარგი აი ლამის თავის შინაგანი მე ნატაშა რომანტიჩნი დამანახა ოჩი რომანტიჩნი უკაცრავად რუსულად ვსაუბრობთ მაგრამ ჯერჯერობით ცოტა ხანში ბიბლიოთეკა უკვე ვიცით ასე რომ ცოტა ხანში შენ ცხოვრობ უკრაინულ მინდა რა თქმა უნდა აქ კი და ნუ უკვე რაღაცებს ვცდილობთ კი კარგი და ეხლა ის ამონადებს что там все уладится да как надо так уладится очень надеюсь какие у вас планы дальше что вы собираетесь делать когда собираетесь ну мы узнаем вы уже сказали да или нет пока еще ты сделал нет сейчас она сюда пришла сказать я сделал это как любимый мужчина девушке предлагает выйти замуж она скачет радостная по квартире а потом садится и говорит я подумаю. Так должна сказать любая девочка, женщина. Ты сделал предложение? Да, я сделал. როცა პირველად აქ ჩამოვიდა, პირველად უნგრეთში ვნახე. შეჯიბზე იქ ჩამომაკითხა იმდენი გზა გამოიარა და უკვე შემდგომ აქ ჩამოვიყვანე მშობლებს გავაცანი და ნუ პირველივე თქვათ ღამეს აქვე ვამბობ, მე ვიცი, ძალიან ბევრი მსურველი იქნება თქვენი ბედნიერების და ისტორიის გამზიარებელი. ექსკლუზივი რომელი კამერა აჩქარა. მაგას ლაპარაკი რა თუნდა ეხლა. თქვენი ნებისმიერი სამომავლო აქტიურობა და თქვენი ლამაზი სიყვარულის ისტორია პირველად გაჟღერდება სხვაში. რა თქმა უნდა. ჩვენი მეგობრები ხართ და ჩვენ გვინდა ჩვენი კოლეგები ხართ. ჩვენი სიძე ჩვენია ასე. შეჯიბდა რა თქმა ხო, ბიჭის არა, მე ხეზე გავედი პირველად იყო და მე სოფლიოზე ჩვენ ქვეჯგუფში მეოთხე. არ დაიწყონ მე რომ ბიჭი ჯობია გოგო ხო იცი რო ის ნახო. ჩვენი ბიჭი ჯობია თქვენი გოგო. ნატაშა რამოდენიმე დღითაა ახლა ჩამოსული, ამიტომ შენ ბევრი საქმე გაქვს ძალიან, უნდა პაჭარული ხაჭაპურია. აჭამო, კიდე რა უნდა? მომზე წაგვიყვანა რა. ხო, საქმე ღომია და საჭმევთ. და თბილისში პირველ რას თბილისი? Нет, второй раз. პირველ ჩამოსვლაზე იქ მსგავსი წავედით ისიც და მოყოს. პირველ ჩამოსვლაზე სულ გზაში ვიყავით, ცხეთაში წავედით, მე იქ სიღნაღში ვიყავით, ცხეთაშორის სიღნაღში პირველად ცხეთაშორის ეხლა მინდოდა რომ თქვათ ეხლა მაინც ხელბურთ მოგვეწერა, მაგრამ ძალიან სამწუხარო რა მოხდა, ბები აყავს გარდაცვლილი და ჯერ 40-ს არ გასულა, პატივი ვეცით მამიკოს და მე კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, ნატაშას ყავს 8 წლის ბიჭი რომელიც არის ჩემიც როგორც შობლს ილია Привет. და ყოველ შემთხვევაში ილიკო ხო ილიკო ეს უკვე ჩვენებურად ილია ილიკო სამაში უტახდი მაინც მამა ვარ უკვე შეთანხმებულია დიდი ხანია ასე რომ აი ესე რა საქართველოსი და რაც უკრაინის ჭიდრო მე დედა ხო მეგრელი თავს
კი. ხო და უთხარი ხომზე წავიყვანე გაუხარდება. დედა ჩემ იქნება ეგრეც მოვიყვა. Это он вам. А ты его любишь, расстаиваться? Я с Украины приехала с солнышком, там снег начался. Там солнышко сюда. Солнышко. Всегда будет солнышко. Когда есть любовь, солнышко всегда будет. Моклет, ველოდებით, ესე იგი, უახლოეს მომავალში არ ვიცი, ზაფხულში გაქვს დაგეგმილი, თუ გადაიფიქრებ და ადრე გადმოწევთ, აქა ვართ, ხო იცი? თუ გაჩქონდა აქ ერთ ქორწილი. ეს გარეშე. იცი რო ქონდა. ბუდიშით რო გაწყვეტინებთ, ერთ რაღაც სვიტყვი. ეს არ არის გადაჭერბებული, თქვენ უკვე ჩემი ოჯახი ხართ ამავე დროს და თქვენს გარეშე ძალიან ბევრი რამ არ მოხდება ასე რომ ხელი უნდა გავშალო. Мы как новая семья. Мы рады даем согласие на ваш брак. Мы очень рады. Вы нам очень понравились. ძალიან რთული თემა, ესეთი სილამაზი და სიყვარული დავასრულეთ. მაგრამ ჩვენ არ შევწყვიტავთ, სანამ ცოცხლები ვართ, არ შევწყვიტავთ საუბარს იმ პრობლემებზე და იქნებ ნელა გავხდეთ ნორმალურები და ცივილიზებულები. ეს მარტივად შეიძლება სხვა შორის მერია მოიხო არის რაღაც სამსახური იბარეს ახალ შენობას. არ ჩაიბაროს ვისაც არ აქვს კუბის. იდეა, კანცელერია. ოღონ ძველებზე თუ რა გაკეთეს? ძველების გაკეთების პარალელურად ახალ რა უნდა ჩაიბარო? წავიდეთ ხომზე. დავე ხონესტერის მიხედვით. წავიდეთ.